ქაღალდზე რუსული ეკონომიკა ძლიერია, მაჩვენებლები იზრდება, ქარხნები მუშაობენ და მოსკოვი და მისი მარიონეტები ამტკიცებენ, რომ სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ პროპაგანდის მიღმა რეალობა რუსეთისთვის ბევრად უფრო ტრაგიკულია. ომის ხარჯები ბიუჯეტს აწვება, სანქციები ბლოკავს ტექნოლოგიებისა და ენერგორესურსების ექსპორტს, მილიონობით ახალგაზრდა რუსმა კი უკვე დატოვა ქვეყანა. ეკონომისტების აზრით კოლაფსი გარდაუვალია. ამ ვიდეოში ჩვენ ვამხელთ ტყუილს რუსეთის ეგრეთ წოდებული ეკონომიკური ძლიერების შესახებ. თქვენ გაიგებთ თუ რატომ შეიძლება მზარდმა სამხედრო ხარჯებმა, დასავლურმა სანქციებმა და მუშახელის შემცირებამ მოკლევადიანი სიძლიერე გრძელვადიან კრიზისად აქციოს. გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე. მოდით დავწყოთ იმით, რაც რუსეთისთვის კარგი ამბავია, გულისხმობ ეგრეთ წოდებულ საომარ ეკონომიკურ ბუმს. ქარხნები ზეგანაკვეთურად მუშაობენ, თავდაცვითი წარმოება იზრდება და მთავრობა მილიარდებს ხარჯავს იარაღში, საბრძოლო მასალასა და სამხედროების ხელფასებში. თუმცა რეალურად კარგი ამაში არაფერია, ის იგივე ადრენალინის ხარჯზე ირბინო. შეიძლება ამ გზით სპრინტში გაიმარჯვო, თუმცა მარათონში აუცილებლად დამარცხდება. ცნობისთვის რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უკვე გააკეთა გაფრთხილება გადახურების შესახებ. ინფლაცია იზრდება, საპროცენტო განაკვეთები მაღალია, ხოლო თავდაცვის სექტორის გარეთ არსებული ჩვეულებრივ ბიზნესებს უჭირთ ცესხის აღება ან მუშახელის პოვნა. მუშავრობის თითქმის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის პირობებში ყველა ხელმისაწვდომი მუშახელი სამხედრო წარმოებაშია ჩართული. ეს ზრდის ხელფასებს, მაგრამ არა რეალურ პროდუქტიულობას. პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკა იზრდება, თუმცა რეალურად მთლიანი შიდა პროდუქტი სახელმწიფო ვალით რესურსების გადამისამართებითა და ომის ხარჯებით მატულობს. ხარჯებით, რომელიც ტრაქტორების ნაცვლად, ტანკებს და მედიკამენტების ნაცვლად რაკეტებს ხმარდება. ეს არ არის ეკონომიკა, რომელიც მომავლისთვის ემზადება. ეს არის ეკონომიკა, რომელიც თავის მრავალი წლის ნაგროვებ რეზერვებს დღეს წვავს, რათა უბრალოდ გადარჩეს. ახლა კი ვისაუბროთ სანქციებზე. როდესაც დასავლეთმა 2022 წელს რუსეთს პირველად დაუწესა სანქციები, ზოგიერთი მყისიერ კოლაფს ელოდა. ამაში დამნაშავე მედია საშუალებებიც არიან. თუმცა ბევრმა ჩვენგანმა იცოდა, რომ კოლაფსი ასე სწრაფად არ დადგებოდა. ერთის მხრივ რეზერვების, მეორეს მხრივ კი ეკონომიკის ადაპტაციურობის გამო მოსკოვმა გადაამისამართა თავისი ნავთობის ექსპორტი ინდოეთსა და ჩინეთში და შექმნა ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი შეზღუდვებისგან თავის ასარიდებლად. ამ ქმედებებმა ვითარება მეტნაკლებად დაასტაბილურა, თუმცა ინდოეთი და ჩინეთი არ არის საკმარისი უკრაინაში ომის ხარჯების სრულად დასაბალანსებლად. უნდა გვესმოდეს, რომ სანქციები არ არის გამიზნული მყისიერი კოლაფსის გამოსაწვევად. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა დაახრჩოს და ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ. უკრაინაში 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა რუსეთს. რაც შეეხო სახელმწიფო შემოსავლებს, ცენტრალური ბანკის აქტივებს და მისი მილიარდერების ქონებას. საერთო ჯამში ფინანსური ზარალი $100 მილიარდ შეადგენს. ხოლო 2022 წელს უმდიდრესმა რუსებმა ჯამში თითქმის $95 მილიარდი დაკარგეს. შეჭრის პირველივე დღეს რუსი მილიარდერების ქონება $39 მილიარდი შემცირდა, ხოლო 2022 წლის დასაწყისიდან მათმა მთლიანმა დანაკარგმა $126 მილიარდ გადააჯარა. მთლიანობაში გაყინული აქტივების, დაკარგული შემოსავლებისა და ქვეყნის ელიტის ფინანსური ზარალის ერთობლიობა ქმნის სურათს, რომელიც რუსეთზე სერიოზულ და ხანგრძლივ ეკონომიკურ ზეწოლას იქონიებს. დანაკარგები დიდია საწვავის ექსპორტიდანაც. 2025 წლის მარტისთვის ომის დაწყებიდან რუსეთმა $450 მილიარდზე მეტი დაკარგა. რუსეთის დამოკიდებულება ენერგორესურსების ექსპორტზე მის ბიუჯეტს უკიდურესად მოწყვლად ხდეს. ნავთობის ფასების ვარდნამ, სანქციების გამკაცრებამ ან თუნდაც სატრანსპორტო შეფერხებამ შეიძლება სახელმწიფო შემოსავლებში მომენტალურად უზარმაზარი ხვრელი გააჩინოს. დანაკლისის დასაფარად მოსკოვი თავის სუვერენულ ფონდს იყენებს, ბიზნეს მაღალი გადასახადებით წურავს და ქვეყნის შიგნით და გარეთ ვალს იღებს, მაგრამ ეს მოკლევადიანი გადაწყვეტილებებია. რაც უფრო მაღალია ვალი და ინფლაცია, მით უფრო მეტია ტვირთი რიგითი რუსებისთვის. მაშ რა იქნება შემდეგ? განიცდის რუსეთის ეკონომიკა კოლაფს თუ უბრალოდ უფრო მკაცრ რეალობას მოერგება. არსებობს ორი ძირითადი სცენარი. მთავრობა ზრდის სამხედრო ხარჯებს, სანქციების ძლიერდება და ეკონომიკა შიგნით იკეტება. ზრდა ნულს უახლოვდება, ცხოვრების დონე იცემა და სახელმწიფო კონტროლის შესანარჩუნებლად საზოგადოებაზე წნეხს აძლიერებს. რუსეთი გადარჩება, მაგრამ ის უფრო ღარიბი და იზოლირებული გახდება. დაახლოებით ისეთი, როგორიც ირანია, თუმცა ამას რა თქმა უნდა დრო დასჭირდება. ამ შემთხვევაში რაღაც ტყდება, ნავთობინა შემოსავლები მცირდება, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება და ინვესტორები კარგავენ ნდობას რუბლის მიმართ.
მოულოდნელად მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგება, ინფლაცია მკვეთრად იზრდება და კაპიტალზე კონტროლი მკაცრდება. ეს ის მომენტია, როდესაც კონტროლირებადი ბარნა კოლაფში გადაიზრდება. და მაინც რომელი სცენარია უფრო მოსალოდნელი. ეს დამოკიდებულია ნავთობის ბაზრებზე, ომის ტრაექტორიაზე და იმაზე, თუ რამდენს გაუძლებს როცა ხალხი და მისი ინსტიტუტები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საომარი ეკონომიკა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. და თქვენ რას ფიქრობთ, ფინანსური კრახი გარდაუვალია თუ რუსეთი მოახერხებს სიტუაციის სტაბილიზაციას? გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.